კოლეგებო, წარმოგიდგენთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატანით ცვლილებებს მესამე მოსმენით. ბატონო თავმჯდომარე, გეტყვით, რომ მეორე მოსმენის შემდეგ რამოდენიმე სტილისტურ, გრამატიკული ცვლილება განიცადა ტექსტმა, რასაც მის შინაარსობრივ კონტექსტუალურ ნაწილზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. მადლობთ. რედაქციული ხასიათის შენიშვნები ხომ არ არის? არ არის. დასკვნით სიტუაცია თუ გსურთ? არა, მადლობა. მადლობთ, საკითხი განხილულია. მადლობა. შემდეგი ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შემცველი და მართვის შესწავლის კანონში ცვლილების შეტანის პროექტი მესამე მოსმენით მოხსენებელი გარბიზდაცვა ოფისის რომელიც მის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ტანდიაშვილი. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მესამე მოსმენისთვის ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს. მოგახსენებთ, რომ გარკვეული რედაქციული ხასიათის ცვლილებები ჩვენ ავსახეთ კანონ პროექტში და წარმოდგენილ ვერსიაში სრულად არის გათვალისწინებული. მადლობა. მადლობთ. რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ არის, დასკვნით სიტყვა თუ გსურთ? არა, მადლობა. მადლობთ, საკითხი განხილულია. შემდეგი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ კანონის ცვლილების პაკეტი მესამე მოსმენით მოხსენებელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტში, ისე როგორც თანმდებობ პროექტებში, განხორციელებულია მხოლოდ რედაქციული და სტილისტური ხასიათის შესწორებები. მადლობთ. რედაქციული ხასიათის შენიშვნები ამ პროექტზე არ არის, თავდაცვის კოდექსზე შენიშვნები არ არის, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის ცვლილებაზე არ არის შენიშვნები. ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, საჯარო სამსახურის შესახებ კანონზე არ არის შენიშვნები, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების კანონის პროექტზე არ არის შენიშვნები, იარაღის შესახებ კანონის ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ კანონის ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ პროექტზე არ არის შენიშვნები, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, თავისუფლების ქარტიის ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე შენიშვნები არ არის. დასკვნით სიტყვა თუ გსურთ? მადლობა. მადლობთ, საკითხი განხილულია. შემდეგი ასევე თქვენი გამოსატანი არის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქონლის წესის შესახებ ცვლილების პაკეტი მესამე მოსმენით. კი ბატონო, ამ პაკეტშიც არის რედაქციული გასწორებები, რასაც ვიზიარებთ ვეთანხმებით. მადლობთ. შენიშვნები პირველ პროექტზე არ არის. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, სიმბოლოების გამოყენების ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონზე არ არის შენიშვნები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კანონის ცვლილებაში არ არის შენიშვნები, სპეციალური წოდებების შესახებ კანონის ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის ცვლილებაზე არ არის შენიშვნები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე არ არის შენიშვნები. დასკვნით სიტყვა თუ გსურთ? მადლობა. მადლობთ, საკითხი განხილულია. შემდეგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მოხსენებელი ბატონი აკაკი ალადაშვილი. მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო, კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით კანონ პროექტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხორციელდა გარკვეული რედაქციული ცვლილებები, რომელიც ასახული არის დარიგებულ ტექსტში. მადლობთ. რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ არის, დასკვნით სიტყვა თუ გსურთ? არა, მადლობა. მადლობთ, საკითხი განხილულია. თქვენი არის ასევე შემდეგი პროექტი სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიის სტიპენდიის შესახებ განხორციელება მესამე მოსმენით. ისევ ზეგი მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონ პროექტს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აქაც იყო გარკვეული რედაქციული ხასიათის ცვლილებები, რომელიც ასახული არის ტექსტში. მადლობთ. რედაქციული ხასიათის შენიშვნები არჩილ გორგულაძე. მადლობა ბატონო თავმჯდომარე. ბატონო გოგა, წარმოდგენ კანონ პროექტში მეოთხე პუნქტი გახლავთ,
რომელიც გულისხმობს შესაბამისად მე-13 მუხლის მე-4 პუნქტში ცვლილებას. ექვე პუნქტი არის საუბარი, სიტყვები არის მითითებული დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა. მიზანშეწამულია, რომ ჩაიწეროს, როგორც სხვა შემთხვევებში არის ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობისა. და ასეთი რედაქციით რომ უყაროთ გენჯი თუ თქვენს იქნებით თანახმად. გეთანხმებით და გათვალისწინებული იქნება აღნიშნული შესწორება. მადლობთ. სხვა შენიშვნები არ არის. დასმით სიტყვა თუ გსურთ? არა, მადლობა. მადლობთ, საკითხი გახსოვთ. მადლობა. შემდეგი საინვესტიციო ფონდების შესახებ განხილვა მესამე მოსმენით მოხსენებელი ბატონი ლევან მაჭავარია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მესამე მოსმენი წარმოგიდგენთ საქართველოს კანონპროექტს საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტში მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა. მადლობთ. რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ არის. დასმით სიტყვა თუ გსურთ? არა, მადლობთ. მადლობთ, საკითხი განხილულია. შემდეგი საიქინო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მოხსენებელი ბატონი ზაზა ლუმინაძე. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონს საიქიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენით კანონპროექტში ჩასწორდა იურიდიული დეპარტამენტის მიერ სარედაქციო შენიშვნების შესაბამისად. მადლობთ. რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ არის. დასმით სიტყვა თუ გსურთ? არა, დიდი მადლობა. მადლობთ, საკითხი განხილულია. შემდეგი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მოხსენებელი ბატონი დავით მათიკაშვილი. მოგესალმებით კოლეგებო, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს. გაცნობებთ, რომ მეორე მოსმენის შემდგომ არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები, ასევე შენიშვნები, ასევე მინდა განცხადება გავაკეთო ბატონო თავმჯდომარე, მეორე მოსმენის დროს გარკვეული ტექნიკური უზუსტობას ჰქონდა ადგილი. ბატონი ვიქტორ ჯაფარიძის კითხვა ეხებოდა პრივილეგიებს, მართლაც არის ნამდვილად პრივილეგიების მუხლი ამოღებული ჩვენი რედაქციიდან, ესაც მე-15 მუხლი, რომელიც ცილისწამებისთვის პრივილეგიებს გულისხმობს, თუმცა ბატონი ვიქტორის კითხვა ეხებოდა მე-4 მუხლს, რომელიც არა პრივილეგიებს ცილისწამებისთვის, არამედ ეხება ხლევე მოგახსენებთ აზრისა და მოწოდების თავისუფლებას. ამ მუხლს ჩვენ არ შევხებივართ. ეს მუხლი არის უცვლელი, ეს მუხლი ჩვენ არ ამოგვიღია, ამიტომ მე მინდა ბოდიში მოვხადო ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომ მისი კითხვა ფაქტიურად უპასუხოდ დავტოვეთ, ახლა მინდა გავცე პასუხი. ეს მუხლი არ ეხება ამ შემთხვევაში ცილისწამების ჭრილში არსებულ რეგულაციებს, ის ეხება მოწოდების თაობაზე არსებულ ჩანაწერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში და კვალიფიციური პრივილეგირებული მდგომარეობა გულისხმობს განზრახ ქმედების დამტკიცების სავალდებულობას, რაც არის დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული წესრიგის შემადგენელი ნაწილი. ისე რომ ჩვენ ცილისწამების მიმართ არსებული რეგულაციების ცვლილებისას ბუნებრივია რომ ეს მუხლი არ გაგვითვალისწინებია. ასევე მინდა უთხრა მედია საშუალებებს, რომელთაც ეს ინფორმაცია გააჟღერეს, არ ყოფილა ხო ტექნიკური უზუსტობა და მე-4 მუხლი არ ამოღებულა შინაარსთან, საერთოდ არ შევხებივართ მე-4 მუხლს ჩვენ ამ კანონთან დაკავშირებით ცვლილების განხორციელების დროს. მადლობთ. რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ არის. დასმით სიტყვა თუ გსურთ? არა, მადლობა. მადლობთ, საკითხი განხილულია.